ბრუნდებით ეთერში და თემაზე უკვე სტუმართან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. ლევან ყარალაშვილი, საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. ჩვენთან ერთად ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით ბატონ, მადლობა მოწვევისთვის. როგორც სიუჟეტშიც ვნახეთ, საკმაოდ ბევრი ნეგატიური გარემოება შეიძლება დაერთოს თან, თუ დღის წესრიგში დადგება ქვეყნისათვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და კონკრეტულ რიცხვებზეც იყო საუბარი, თუ რამდენი შეიძლება დაკარგოს ჩვენმა ეკონომიკამ თუ ეს დღის წესრიგში დადგა ეს გადაწყვეტილება. პირველ რიგში თქვენი მოლოდინებია საინტერესო, რამდენად რეალურია აღნიშნული რისკი და რა გადაწყვეტილებას ელოდებით ამ ნაწილში. კი ბატონო, პირველ რიგში თქვენის ნებართვით გამოვეხმაურებით ღემადელ მოვლენებს, კიდევ ერთხელ გამოხატავ სოლიდარობას იმ სინდისის პატიმრების და პოლიტპატიმრების მიმართ, რომლების განაჩენი დღეს დადგა და ის რა დღეს ქუჩაში ხდება, აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელია და როდესაც ქვეყანაში მოშლილია სამართლებრივი საფუძვლები, ეს ფუნდამენტალურად არღვევს ყველაფერს, რაზეც ქვეყანა შეიძლება დგას და რო გავაგრძელო თემა, ეს ვიზა ლიბერალიზაცია იქნება თუ ევროპასთან ინტეგრაცია, მთლიანად ეს პროცესია დღეს საფრთხის ქვეშ და მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს რიგები, რომელიც საელჩოებთან იდგა და მაშინაც ჯერ სტუდენტი ვიყავი, შემდეგ უკვე ბიზნესში ძალიან კარგად ახსოვს 5 დღიან და 7 დღიან ვიზებს რო ვიღებდით ხოლმე და მაგით ვკითხავდა მოძრაობა. ანუ ვიზა ლიბერალიზაცია ეს არ არის რაღაც ერთი კონკრეტული ფაქტი, რომ ვიზოს ადმე მიხვიდე. ხო, ეს არის თავისუფლება გადაადგილების. ეს არის გახსნილი კავშირები, ეს არის გაადვილებული კომუნიკაცია ბიზნეს პარტნიორებთან იქნება ეს თუ ელემენტარულად ნებისმიერ სხვა სფეროში განათლება, ჯანდაცვა, თუნდაც იგივე სახელმწიფო სექტორი რო ავიღოთ, ხო? და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარის დაკარგვის საფრთხის ქვეშ დააყენა დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ, სათხე საკმაოდ რეალურია, რა თქმა უნდა, მე მაინც იმეს ვიდოვებ, რომ დაჭქარებული ტემპით ეს არ მოხდება და არის კიდე რაღაც რესურსი დარჩენილი იმისთვის, რომ გადაიხედოს ეს პროცესი თვითონ გადაწყვეტილების მიღების, მაგრამ რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ ეს იქნება ფაქტიურად რავი საბოლოო რა დავარქვა ნაბიჯი იმისკენ, რომ სრული რღვევისკენ წავიდეს ქვეყნის ურთიერთობა იმ ცივილიზებულ დასავლეთთან, რომელსაც ამდენი წელს განმავლობაში ვისწრაფით. და თუ რა გავლენა ექნება ამას ეს სფერული ფინანსური შედეგებს შეიძლება ვილაპარაკოთ, არამატერიალურ შედეგებზე ვილაპარაკოთ, ვიცი, ათასობით სტუდენტი, ათასობით ამ კონკრეტიკაზე აუცილებლად გადავალ ბატონო ლევან. პირველ რიგში სექტორულ ჭრილში რო შევხედოთ, რომელი სექტორები შეიძლება აღმოჩნდნენ პირველი დარტყმის ქვეშ და რა თქმა უნდა, ახლა მულტიპლიკაციის ეფექტით შემდეგში ეს შესაძლებელი განაწილდეს მთელს ეკონომიკაზე და ასეც იქნება მთელი ეკონომიკის აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ, მაგრამ პირველ რიგში რომელი სექტორები შეიძლება აღმოჩნდნენ დარტყმის ქვეშ თუ ეს რისკი დღის წესრიგში დადგა. შალვა იყო ჩემს წინ და რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული ჰოსპიტალიტის ინდუსტრია ერთ-ერთი პირველი შეიძლება ყოფილიყო ამ მიმართულებით, ხო? აქ მარტო გამავალ ტურიზმზე არ ალაპარაკი, შემომავალზეც არის საუბარი და იგივე ის დატვირთვა, რომელიც დღეს ერთადერთი რეალური გზა არის ავიაკომპანიები და ავიამმართველები და ვფიქრობ, რომ ამ ჭრილში მნიშვნელოვან ზარალს მიიღებს ეს სექტორი. იგივე მიმართულებით გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ გართულდება თუნდაც იგივე ურთიერთობა იმ ევროპულ ბრენდებთან და ევროპულ კომპანიებთან, რომელთანაც ჩვენ სექტორს აქვს ურთიერთობა, საცალო ვაჭრობა ავიღოთ ეს და ამ ჭრილშიც დამერწმუნეთ, რომ ურთიერთობების რღვევა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მათ ინტერესზე, რომ ქვეყანასთან ურთიერთობა გააგრძელონ და მანდაც გართულდება იგივე ეს კომუნიკაცია, იმიტომ რომ რავი, თუნდაც იგივე რიტეილის დიდი ბრენდები, ხა იტალიური ბრენდები არის თუ გერმანული, პოლონური თუ ფრანგული კომუნიკაცია ხორციელდება ჩასვლით, მისვლით, მოსვლით და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება. და ამას ეხება ჯაჭვური რეაქცია, არ გვეგონოს რომ რომელიმე კონკრეტული სექტორი იქნება მარტო, რომელიც ამას თავისთავად იძლევს. კი, შეიძლება უფრო დაიწყოს პირდაპირ კავშირის მქონე სექტორებიდან, მაგრამ ეს ჯაჭვური რეაქცია სადამდე მიუყვას დღეს ამის პროგნოზირება საკმაოდ რთულია. ბატონო ლევან, თქვენ ახსენეთ საერთაშორისო პარტნიორები და სწორედ ამ ნაწილში მინდა გკითხოთ, გარდა იმ ტექნიკური ფაქტორებისა, რომელზეც თქვენ დეტალურად ისაუბრეთ, მას აქვს გარკვეულწილად ძალიან დიდი იმიჯური ზეგავლენა და აი სწორედ იმიჯურ ნაწილში მინდა გკითხოთ, იგივე პოტენციური ინვესტორების თვალსაზრისით, რამდენად ასე ვთქვათ დამანგრეველი შეიძლება იყოს ეს იმდენად რამდენადაც სუბუქად რომ ვთქვათ, მაინც და მაინც პოზიტიურად არ მეტყველებს ქვეყანაზე, რომ თუ მას უჩერებენ ვიზა ლიბერალიზაციას, მე პირადად არ მახსენდება ქვეყანა, რომელსაც ვიზა ლიბერალიზაცია მისცეს და შემდეგ გაუუქმეს. აი ამ ნაწილში წმინდა საინვესტიციო იმიჯის კუთხით როგორია თქვენი მოლოდინები? მე ხშირად მithქვამს, რომ საქართველოს როგორც ქვეყანას დღეს ნდობა აქვს დაკარგული იმ დასავლეთის
და პირველ რიგში ევროპელ და ამერიკელ ინვესტორებთან ურთიერთობაში და მეცაც ვიტყვი არა მარტო მათთან რა, მოდი ესე ვთქვათ ნებისმიერი კვალიფიციური და ის ინვესტორი, რომელიც ქვეყანაში შედის, კონკრეტული თამაშის წესებით მოქმედებს და იცის როგორ არის ეს გაწერილი ეს ყველაფერი და ხელისუფლების დონეზე და სახელმწიფო იმიჯის დონეზე ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება. ამას და გაჟღერებული იქნა რომ მოყვება კანდიდატის სტატუსის და გაწევრიანების პროცესის შეჩერებაც, ეს მეორე კიდევ უფრო დიდი დარტყმა შეიძლება იყოს და საბოლოო ჯამში არავის არ ეგონოს რომ მარტო ევროპა ან ამერიკაზე იქნება ლაპარაკი. იგივე ჩინელი ინვესტორი ავიღოთ, იგივე ახმოვანსავი ინვესტორები ავიღოთ, რომ მათთვის ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქმნის იმ სურათს, რომ პირველი რომ ქვეყანა საერთაშორისო დონეზე იზოლაციისკენ მიდის, მეორე სამართლებრივი მექანიზმები არ არსებობს, რომ შენი ინვესტიცია დაცული იყოს და ამ დაცულობის ხარისხი დღეს აბსოლუტურად რა ვიცი, ზეროზეა ჩამოსული. ჩვენ ვხედავთ ამ ჭრილში რომ რაღაცა საერთოდ არაფერი არ კეთდება იმისკენ, რომ ეს იმიჯი გაკეთდეს და მთელი ის ნეგატივი, რომელიც ქვეყნიდან გადის, არავის არ ეგონოს, რომ ეს ხალხი თითქოს არ აკვირდება და არ ხვდება და არ ესმის თუ რა მოვლენების წინაშე დგავარ ჩვენ ყველანი და ეს ჯაჭვური რეაქცია საკმაოდ რთული გასაჩერებელი იქნება და ქვეყანა რომლის ეკონომიკა შემოდინებებზე დგას ელემენტარულად ხო შეიძლება საკმაოდ მწვავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. ბატონო ლევან, თქვენ ახსენეთ თქვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთანაც მე კარგად ვიცი, რომ თქვენ მჭიდრო ურთიერთობები გაქვთ. მე მინდა კითხოთ განწყობებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. როდესაც აქტიური საუბარი მიმდინარეობს უკვე ვიზა ლიბერალიზაციის გადახედვასთან დაკავშირებით. აი ამ ფონზე როგორი არის დღეს მათი განწყობები და ასე ვთქვათ, უკავშირი როგორია ამასთან დაკავშირებით მიმდინარე თუ სამომავლო პროექტების ჭრილში. ჩვენი კომპანიის დამფუძნებლები ქართულ პარტნიორებთან ერთად არის 100-მდე ფრანგი, ჰოლანდიელი, ბრიტანელი, ძალიან კვალიფიციური და ასე ვთქვათ ძლიერი სხვადასხვა ფინანსური ჯგუფების წარმომადგენლები და ინვესტორები და მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა, ხო, ეს პროცესი უკვე რამდენიმე წელიწადია დაიწყო და არაერთხელ გამიცხადებია, რომ ფაქტიურად ყველა ის საინვესტიციო პროექტი, რომელიც ჩვენ გქონდა ჩაფიქრებული, დღეს თაროზეა შემოდებული და არსებული აქტივების მეტნაკლები შენარჩუნებით ვარ დაკავებული, ხო? და თითქმის $300 მილიონ მეტი არის ჩვენი ჯგუფის მიერ ინვესტირებული ქვეყანაში, ეს არის პირველ რიგში ევროპული ინვესტიციები და დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ მისი რაღაცა ფორმით გავაგრძელოთ ამ ჭრილში საუბარი, ამაზეც კი აღარ მოყვება აქციონერთა ის უმრავლესობა, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. ამიტომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, კანდიდატის სტატუსის შეჩერება ეს იქნება კიდევ ერთი, რა ვთქვა, შემდგომი მძიმე დარტყმა იმისკენ, რომ ეს როგორმა ეს სიტუაცია გამოსწორდეს, შეიცვალოს, იმიტომ რომ ინვესტორები, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენ ვაშენებთ რეალურად, ხო, დღეს გრევის პირას არის და ამ ნდობის აღდგენას წლები დაჭირდება. ეს არა ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება 2 თვეში, 3 თვეში რაღაცა შემოატრიალო, ხო? ქვეყანა კარგავს სახეს ყველა ცივილურ ინვესტორთან ურთიერთობაში და არა ცივილურთანაც კი, იმიტომ რომ ხალხს გაუსვა ინვესტორის მნიშვნელოვანი არა მარტო ფული იშოვოს, არამედ დაცული იყოს ის ინვესტიცია და უკუგების გატანის საშუალება კონდეს და თუ ამის განცდა აღარ იქნება, ხო, ვინც არ უნდა იყოს ის, უბრალოდ ამ ქვეყნად არ გამოიხედება და საქართველოს არ არის რაღაც იზოლირებული კუნძული, ჩვენ ვართ კონკურენციაში ბევრ სხვა ქვეყანასთან, მათ შორის რეგიონში და იგივე ბოლო მოვლენებსაც შევადაროთ, ხო? დასუნხეთი ავიღოთ, აზერბაიჯანი ავიღოთ და, რავი, 9 მილიარდიანი ინვესტიცია NVIDIA-ს ხრია, რომელიც დასუნხეთში განხორციელდება და არა საქართველოში. იგივე ახალი დერეფანი, რომელიც შეიძლება გაიჭრას და გვერდი ავაროს ჩვენ, ანუ ვკარგავთ იმ გეოპოლიტიკურ უპირატესობას, რომელიც წლების განმავლობაში ქონდა და მეორე საკითხიც რა. ეს ერთ-ერთი გზა არის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, როდესაც შეიძლება გახდე ამხელა ბაზრის მოთამაშე, ეს ყველაფერი უკვე ცოტა უფრო შორეული პერსპექტივა ხდება. ბატონო ლევან, ბოლოს მინდა კითხოთ, რადგან საერთაშორისო ინვესტიციებსა და FDI-ის მიმართულებას შევეხეთ. ჩვენ ვაკვირდებით ჩვენს სამეზობლოში არსებულ მდგომარეობას, რომლის მიმართულებითაც საკმაოდ მაღალი ინტერესია ბოლო პერიოდში დასავლეთის ქვეყნების მიმართ, მათ შორის იგივე ინვესტიციების და ინვესტორების ნაწილში. ძალიან საინტერესო არის განწყობები როგორი არის თქვენს პარტნიორებთან აი ამ პროცესების გათვალისწინებით და აი ამ რუკაზე საქართველოს რამდენად არის დარჩენილი და რამდენად განიხილება საქართველოს როგორც პოტენციური საინვესტიციო ქვეყანა. ერთია, რასაც ჩვენ ვხედავთ იგივე სტატისტიკაში, რომელიც მაინც და მაინც სახარბიელო სურათს არ გვაჩვენებს სამწუხაროდ და მეორეა ის პირადი განწყობები, რომელთანაც თქვენ გაქვთ შეხება.
კი, ფაქტიურად ინაცვლებს ინტერესი, მოდი ასე ვთქვათ, ნაწილობრივ უკვე რაც დადასტურებული არის ჩვენი ნაყოფ შემთხვევაში ინვესტიციების ნაწილი გადამისამართ მაგალითად ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ბევრად უკეთესი მდგომარეა იგივე აზერბაიჯანში კი და სასუნხეთი ეხლა იწყებს და საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით მიდის წინ და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ ჩვენ ვართ ძალიან მწვავე რეგიონალურ კონკურენციაში და ის უპირატესობები ის წინწასული ნაბიჯები რომელიც გადადგმული ქონდა ფაქტიურად ნიველირება მოხდა ამის და ეს პროცესი იმდენად შეუქცევადი სახის მიღებისკენ მიდის რომ არ ვიცი როგორც იზოლირებული კუნძული შეიძლება სრული მონაპოვარი ბევრი რას ქონდა ელემენტარულად დავკარგოთ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან თქვენ როგორც ყოველთვის საინტერესო და ამომწურავები მოხილვისთვის მაყურებელს შევახსენებ. ლევან ყარალაშვილი საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენთან ერთად. გადაცემაში დავსაუბრობდით პოტენციურ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით და იმ რისკებზე, რომლის წინაშე შეიძლება საქართველოს ეკონომიკა აღმოჩნდეს. დღევანდელი თავისუფალი ბიზნესი ამით დასრულებულია. ჩვენ პარასკევამდე გემშვიდობებით და არ გადართოთ რაც თავარია. ჩვენი გადაცემის შემდეგ თქვენ საინფორმაციო გელოდებათ.